დილამშვიდობისა ჩემო ძვირფასო გამომწერო. რატომღაც ძალიან მინდა რომ ეს ვიდეო დილით ნახოთ. თუ ჩავარდა ეს შანსი თქვენს ცხოვრებაში ძალიან კარგი, ესე იგი გაგიმართლოთ და თუ არა, ესე იგი უნდა დაიმახსოვროთ და ყოველ დილით შეიხსენოთ. მოკლედ ასე, მე მინდა ახლა ერთი მძვინვარეთ კარგი პრაქტიკა გასწავლოთ ახალ გამოღვიძებულზე, რომელიც აუცილებლად უნდა დაპირდეთ საკუთარ თავს. მაშასე ყურადღებით ან ჩაიწერეთ, ან დაიმახსოვრეთ. მე მაინც გირჩევთ დაწეროთ ფურცელზე, მიაკრათ საძინებლის კედელზე და ყოველ დილით, როცა თქვენს ლამაზ თვალებს გაახელთ და აფახურებთ, წაიკითხოთ ეს წარწერა. ძალიან მაგრად მუშაობს, პირობას გაძლევთ. მაშასე სიტყვები კი ესე გამოიყურება. ყველაფერი, რაც ღმერთისგან მიწერია და ღმერთისგან განსაზღვრულია, ვერავინ წამართმევს. მე არ მაქვს პრობლემები, მე მაქვს გამოწვევები ახალ დონეების დასაპყრობად. ყველაზე მთავარი, კარგად დაიმახსოვრეთ, მე მყავს მე და ღმერთის დახმარებით ყველაფერს გავმკლავდები. აი, ძვირფასებო, ეს სიტყვები და ვერასოდეს ვერავინ, ვერაფერი ვერ დაგიდგებათ წინ. და ბოლოს ამასაც მოვახვილოთ, რადგანაც საძინებელში ვტრიალებთ ჩვენს გაღვიძებასა და დაძინებას ეს ერთი ოთახი სამყაროს გიღებთ და გიკეტავთ რაღაცნაირად, აი ესე დაამთავრეთ. მოკლედ დაძინებამდე დაახლოებით 15 საათით ადრე თქვენს ოთახში სადაც გძინავთ. აი ხაზგასმით ვამბობთ, სადაც გძინავთ, ანთეთ სანთელი და ბოლომდე უმზირეთ მის, ასე ვთქვათ, ლამაზად დადნობას. რასაკვირველია ის ყველაფერი, რა სიმძიმეც მოგიტანათ აღნიშნულმა დღე, უთხრაით, რომ აი ამ სანთელთან ერთად დადნეს და წავიდეს. კარგით, სულით არ აქვს მნიშვნელობა, ახალი დღე იწყება სუფთა ფურცლიდან და ვწეროთ კარტ ბლანშზე თქვენი ახალი და ბედნიერი ცხოვრება. თეას ძალიან უყვარხართ, ვინც ისწვენებთ ბედნიერ და ლახ და საღ და ჯანმრთელ დასვენებას გისურვებთ. მე მაინც ვმუშაობ, ვისვენებ თუ არ ვისვენებ, ასე რომ მომწერეთ თქვენ სამსახურში. რასაკვირველია ჩვენი კეთილი ტაროების თანხლებით. მიყვარხართ, რაც შეიძლება მეც ადამიანს გავუზიარეთ და კომენტარებში დაწერეთ. დიახ, სიამონებით ვიღებ.